ქართული ტრადიციული საგალობლების და ძველი ხალხური სიმღერების აღდგენა შენარჩუნება. ეს არის მთავარი მიზანი, რომელიც ქალმომღერალ მგალობელთა გუნდმა სათანაომ 36 წლის წინ დაისახა და დღემდე გუნდის თითოეული წევრი ამ მისიის შესრულებას ემსახურება. ამჯერად გუნდმა სცენაზე საქართველოს ისტორია გააცოცხლა. კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა. სიმღერით გაცოცხლებული მე-19-მე-20 საუკუნეების გზა ბრძოლიდან გამარჯვებამდე, ტკივილიდან იმედამდე. სწორედ ეს გახდა შემოქმედებითი საღამოს მთავარი კონცეფცია. ჩვენ უკვე ჩავატარეთ კონცერტი სიმღერით გაცოცხლებული ისტორია. ეს იყო მოგზაურობა დროში. იმიტომ რომ ამ კონცერტზე იყო შეკრებილი მე-19-მე-20 საუკუნის სიმღერები, როგორც ხალხური, ასევე ქალაქური და კომპოზიტორების სიმღერები და მეცადეთ მთლიანად გაგვეცოცხლებინა ის გრძნობა, რასაც იმ დროში ატარებდნენ ის შემოქმედებები, ვინც ამას ქმნიდა. ჩვენი კონცერტის კონცეფცია გახლავთ სიმღერით გაცოცხლებული ისტორია. კონცერტზე შესრულებული იყო სიმღერები, რომელთა მთავარი გზავნილი გახლდათ ქვეყნის სიყვარული, მასზე წუხილი და ის მე-19 საუკუნის ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ეს სიმღერები ასახავს სწორედ ამ გზას. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ბრძოლის დროს გამოვლენილი გმირობა იმ ხალხის, საქართველოს ყველა კუთხიდან, ხან აჯაყების სახით, ხან პარტიზანული ბრძოლის სახით, ეს ადამიანები დარჩნენ ისტორიაში ფოლკლორული ნიმუშების სახით. აი ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ფოლკლორული ნიმუშები გაგვეცოცხლებინა და ამით მოგვეყოლა ეს კონკრეტული ისტორიები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სცენაზე მომღერლებმა კონცერტზე სამშობლოსადმი მიძღვნილი ხალხური და ქალაქური ნიმუშები შეასრულეს. მათ შორის ჩემო კარგო ქვეყანა, ანა კალანდაძის ქართულო ცაო, გიორგი ჩუბინაშვილის გაზაფხული, ინოლა გურგულიას მამულო და სხვა. გუნდის რეპერტუარ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შესრულებული ხალდეს აჯანყებისადმი მიძღვნილი ხალხური ნიმუში გაულ გავხე. შემოქმედებით საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალმომღერალ მგალობელთა გუნდი სათანაო 80-იანი წლების ბოლოს ანჩისხატის მგალობელთა გუნდის ბაზაზე შეიქმნა. თანდათან წევრების რაოდენობა გაიზარდა. დღეს კი გუნდის შემადგენლობაში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შევხვდებით. 80-იანი წლების ბოლოს ანჩისხატის კვალდაკვალ ქალთა ანსამბლმა ჯვარის მამის მგალობლებმა დავიწყეთ იგივე საქმის კეთება, რასაც უკვე ანჩისხატის მგალობლები ეწეოდნენ. ტრადიციული ქართული გალობის აღდგენა და ტაძარში დაბრუნების პროცესი იყო ის დროა. შემდეგ გავიდა წლები, დავიმატეთ კიდე უკვე ჩვენი ყოფილი მოსწავლეები იმ 80-იანი წლების ბოლოდან და 90-ში ვინც ყავდა ჩვენ წევრებს შემოგვემატნენ და უფრო გავმრავლდით, მაგრამ ძალიან საინტერესო არის კიდე ბოლო წლები ჩვენი ანსამბლისთვის. როგორც ცნობილია, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში დაახლოებით 10-20 წლის წინ გაიხსნა ქალთა სახელოსნოც, სადაც თავს იყრიან მთელი საქართველოდან ყველაზე ნიჭიერი და მონდომებული და დაინტერესებული გალობით და ხალხური სიმღერით დაინტერესებული ახალგაზრდები და ასეთი ახალგაზრდებისგან მივიღეთ ჩვენ ძალიან დიდი შთაგონება და დაისახა დიდი პერსპექტივები ანსამბლისთვისაც და ეს ახალგაზრდებიც რამდენიმე არის უკვე კურს დამთავრებული და რამდენიმე ახლა მოქმედი სტუდენტი, აი ასეთი სამი თაობისგან შედგება ჩვენი ანსამბლი და დღევანდელ კონცერტში ყველამ მიიღო თანაბრად მონაწილეობა და ყველამ თანაბრად დახარჯა თავისი ენერგია. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ქალმომღერალ მგალობელთა გუნდი სათანაო სამშობლოსადმი მიძღვნილ ხალხურ და ქალაქურ ფოლკლორულ სიმღერებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს და მომავალში სცენაზე კიდევ არაერთ ნიმუშს გააცოცხლებს.